ვისაუბრებთ პირში ცუდ გემოზე, ხშირად ამბობენ ადამიანები, რომ პირში ცუდი გემო მაქვს. ეს შეგნება ზოგადად სუბიექტური, ანუ სხვა ადამიანს რომ სუნთქვისას არ აქვს პრობლემა ადამიანს, ანუ არასაუბარი, როცა ადამიანი სუნთქავს და ცუდის უნდა ამოდის პირიდან, აქ საუბარია, როცა ადამიანი თვითონ ამბობს, რომ პირში ცუდი გემო მაქვს. ძალიან ხშირია ადამიანის დიდი რაოდენობა განცდის ამას, უმეტესად დროებითია და გაივლის ხოლმე სხვა მიზეზების გამო, ზოგჯერ ჭირდება ჩვენი ჩარევა. ამიტომ განვიხილავთ რა დროსაა საჭირო მოქმედება, რა დროს თავისით გაივლის და არა პრობლემა, რა დროს უბრალოდ წილის დალევა უშველის. პირველი და ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც ადამიანს პირში ცუდი გემო აქვს, ეს არის პოსტნაზალური დრიპ სინდრომი. ეს არის, როდესაც ცხვირიდან მოკლედ, ცხვირიდან ლორწო გადადის ყელში და ღამე როცა კლაპა არის შენელებული, ეს ლორწო გადადის ყელში, ლორწო შეიცავს ანთებით კომპონენტებს, ეს ანთებით კომპონენტი აღიზიანებს ყელს და ადამიანს აქვს ცუდი გემო ყელის და პირის მიდამოში და სხვა ბაქტერიებს შეიცავს ეს ლორწო, ბაქტერიების პროდუქტებს შეიცავს, ანთებით კომპონენტებს, ფერმენტებს შეიცავს და ადამიანს ამიტომ აქვს ეს ცუდი გრძნობა, როცა იღვიძებს, მაშინ ყველაზე მეტად გრძნობს ამ ცუდ გემოს და ადამიანს აქვს სურვილი, რომ ყელი გაისუფთავოს, ამოხელების სურვილი აქვს, ასევე შეიძლება რაღაცა ყელში რაღაცა გაჩხერილი ესეთ შეგრძნება კონდეს ადამიანს და უმჯობესდება როგორც წესი სითხის დალევის მერე, მაგალითად წყლის დალევის შემდეგ ან კბილების გახეხვის ან კვების შემდეგ. ეს პოსტნაზალური დრიპ სინდრომი განსაკუთრებით ძლიერი ხდება ხოლმე, როცა ადამიანი გაცივდება ან ვირუსული ინფექცია აქვს, ან ალერგია, თუ ალერგიული რინიტი აქვს მაგალითად, ანუ ალერგიული თუ ეს ადამიანი განსაკუთრებით მაშინ ეგეთ დღეებში და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ცუდი გემო და თუ კი ალერგიულია შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს და თვეების განმავლობაში თუ ადამიანი ალერგიულია, ანუ ალერგიულ ადამიანს თუ პირში ცუდი გემო აქვს, მაღალი ალბათობით ეს გამოწვეულია პოსტნაზალური დრიპ სინდრომით. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც პირში ცუდი გემო შეიძლება ქონდეს ადამიანს, ეს არის მჟავის რეფლუქსი, ანუ მჟავიანობას რო ეძახით, კუჭინა რო ამოდის მჟავა საკლაპავში ამოდის და შემდეგ ამოდის პირში, ხო, ეს თავისით არ ხდება, რა თქმა უნდა, ღამე ხდება ეს ამბავი, როდესაც მაგალითად ადამიანს ძინავს მარჯვენა მხარეს კუჭის კონტენტი და კუჭი რაც არის, გამოდის საკლაპავში და ამოდის პირში. შეიძლება ადამიანს არ ქონდეს ამ დროს სხვა სიმპტომები, არ ქონდეს გულძმარვა, ან ქონდეს ადამიანს მჟავიანობა, მაგრამ არ ქონდეს გულძმარვა. შესაძლებელია ეს და ეს ნაღლის მჟავები, პეპსინი, კუჭი რაც საკვების ნაწილაკები და ასე ამოვიდეს, გააღიზიანოს პირის ხვრუ და ადამიანს ქონდეს მწარე გემო ან შეიძლება მეტალის გემო, შეიძლება ქონდეს არასასიამოვნო სხვადასხვანაირად აღწერენ ხოლმე, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში არასასიამოვნო გემოს უკავშირდება და დილით ესეთ ადამიანებს ხმაც შეცვლილი აქვს, უფრო დაბოხებული ხმა აქვთ ხოლმე, ამითაც შესაძლებელია განსაზღვროთ და მიხვდეთ, რომ ეს მჟავა ამოდის და მაგის გამოა და ადამიანს აქვს სურვილი, რომ გაიწმინდო ხმა. ხმის გაწმენდის სურვილი აქვთ ხოლმე, განსაკუთრებით სიმპტომები ძლიერდება თუ ღამე გვიან ჭამეს, ან შოკოლადი ჭამეს, ან fast food-ი, ან რაღაც ძალიან ცხიმიანი. ეხლა როგორ უმკურნალოთ ამ მდგომარეობას, ეგ ვთქვათ, მწარე გემო და ეს არასასიამოვნო გემო თუ აქვს ადამიანს, ყველაზე მთავარი და მარტივი რაც ამოკლედ თბილწყალი დალია გაგრძებისას, ეგ არის, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება უმეტესობას, ეხმარება ასევე რომ ეს ღამით ნაგროვები ლორწო და ეს ყველაფერი გაიწმინდოს და ამიტომ თბილი წყლის დალევა. ეს პირველი. მეორე, თუ კი ადამიანს ეს არასასიამოვნო გემო პირის სრულში აქვს სინუსების და ცხვირის პრობლემის გამო, ან პოსტნაზალური დრიპ სინდრომი თუ აქვს, თუ ცხვირიდან ჩამოდის და გადადის ყელში, ეს ლორწო, მაშინ საღამოობით ცხვირის გამორეცხვის ვიდეოებიც მაქვს, როგორ კეთდება, მოკლედ აზრი ის არის, რომ წყალი უნდა შეიშხაპნოთ ცხვრის ერთ ინვესტორთან, ისე რომ მეორეში ჩამოვიდეს, ეგ არის აზრი. და სპეციალური ან ოკნით კეთდება, პატარა ოკნებით, ან სპეციალური ქოთანი არსებობს, რის შესაძლებელია, ან უბრალოდ დიდი შპრიცითაც შესაძლებელია მის გაკეთება და მნიშვნელოვნად შველის და მნიშვნელოვნად ეხმარება ადამიანებს საღამოობით მისი გამოყენება და დილით რო ნაკლებად დახვდეთ. მესამე მნიშვნელოვანი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის ოთახი დაატენიანოთ ისე რომ ოთახის დამატენიანებლები, ჰიუმიდიფაიერები ქვია მაგას, ან ამაზონზე ცანსადმე შეგიძლიათ მოძებნოთ და ოთახის ტენიანობა რო შეინარჩუნოს 50%-ზე. ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი. ოთახის ტენიანობა როცა 50%-ზე შენარჩუნებულია, სასუნთქი
სიმპტომები და მათ შორის ლორწოს წარმოქმნა, ლორწოს სითხიერე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და აი ეს ყელის და პირის ღრუში წარეგემო მნიშვნელოვნად ქვეითდება. თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან ეხმარება ეგ ადამიანებს. ამიტომ ოთახის დამატენიანებელი მნიშვნელოვანია. მეოთხე რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის თავი ცოტა მაღლა გქონდეს. ანუ ერთი დამატებითი ბალში დაიდო, ან მატრასი აწიოთ ცოტათი თავის ნაწილში, ზედა მესამედში რა, რომ წამოწიოთ ცოტა მეტად, რომ გრავიტაციის ძალით ლორწო ქვევით ჩავიდეს და ყელში და პირის ღრუში ნაკლებად გაჩერდეს. მეოთხე რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის რომ თბილი შხაპი დაძინების წინ, ეს ეხმარება ერთი რომ ისუნთქავ ნესტს, ანუ დატენიანობას მიიღებს ხულის ღრუში და დატენიანდება და ეს აუმჯობესებს სინუსების დრენაჟსაც და ამცირებს დილის ცუდი გემოს ქონას პირში. ასევე რისი გაკეთებაც შეგიძლია რომ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე არ ჭამო არაფერი, რადგან ეს აძლიერებს რეფლუქსს, განსაკუთრებით არ ჭამო ეს ტრიგერი საკვები, რაც არის შოკოლადი, ცხიმიანები, ალკოჰოლი, მენთოლიანი რამე, ღამის ყავა, ღამე არ დალიო ყავა. ასევე კვების შემდეგ შეგიძლია დაღეჭო უშაქრო საღეჭი რეზინი და ეგ ეხმარება ნერწყვის წარმოქმნას, ნერწყვის წარმოქმნა ჩამორეცხავს ამ მჟავებს თუ ადამიანს რეფლუქსი აქვს, ამითი ეხმარება მნიშვნელოვნად. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც შეიძლება ადამიანს წარე ცუდი გემო ქონდეს პირში, არის პირის სიმშრალე. ცოტათიც კი რომ პირის სიმშრალე ქონდეს ადამიანს, ეგ მნიშვნელოვნად უწყობს მწარე გემოს წარმოქმნას ხელს. რატო? რადგან ზოგადად ნორმაში ნერწყვი გახსნის და აზავებს აი იმ კომპონენტებს, რომელიც მწარე გემოს იძლევა, იმ ფერმენტებს, იმ ნაწილაკებს, შესაბამისად, როცა პირის სიმშრალე აქვს ადამიანს, აი ეს მწარე გემო ძალიან ხშირია, ძალიან ჩვეულებრივია. ეს განსაკუთრებით ხშირია იმ ადამიანებში, ვინც პირის სუნთქავენ და ცხვირით ვერ სუნთქავენ, ვისაც ძილის აპნეა აქვთ. ადამიანებს, რომლებიც სხვა წამლებს იღებენ, როგორც ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინურები, სისხლის წნევის წამლები, ძილის წამლები ამ შემთხვევებში და ასევე მოხუცებში არის ხშირი. ასეთ დროს ყველაზე კაი გამოსავალი არის წყლის დალევა და წყლის დალევის შემდეგ რამდენიმე წუთში გაქრება ან მნიშვნელოვნად შემცირდება ეს ცუდი გემო. მეხუთე ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც პირში ცუდი გემო აქვს ადამიანს, ესაა ვირუსული ინფექციები, როგორც წესი გრიპი, გაცემა, COVID-19, თითქმის ყველანაირ ვირუსული ინფექცია შეიძლება ახასიათებდეს ეს, განსაკუთრებით აღდგენის ფაზაში, ანუ პირველ დღეს და მეორე დღეს არა, მესამე-მეოთხე დღეს მაგალითად ხშირია ზრდასრულებშიც, ბავშვებშიც, განსაკუთრებით ზამთრის და შემოდგომის პერიოდებში იმ ადამიანებში, ვისაც ხშირად ემართება ვირუსული ინფექციები და რატომ? იმიტომ რომ როცა განსაკუთრებით დილით როცა ადამიანი იღვიძებს, გრძნობს ყელის და პირის მიდამოში ცუდ გემოს, აქვს სურვილი რომ ხშირად გაიწმინდოს ყელი და წყლის დალევის შემდეგ მნიშვნელოვნად უმჯობესდება. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ვირუსები იწვევს ანთებას, ეს ანთებითი კომპონენტები ზრდის ლორწოს წარმოქმნას და ეს ლორწო მდიდარია, რომელიც წარმოიქმნება ნერწყვი, მდიდარია ანთებითი მედიატორებით. ეს ანთებითი მედიატორები აღიზიანებს რეცეპტორებს და ეგ იწვევს შემდეგ გემოს. აი ამიტომ როგორც წესი რამდენიმე დღეში გაივლის თავისი, ზოგჯერ 2 კვირაც დაჭირდება ხოლმე, თუმცა რომ ამდენი დრო არაა ხოლმე როგორც წესი საჭირო. იცოდეთ რომ გრიპის და გაცეების დროს ძალიან ხშირია პირში ცუდი გემოს შეგრძნება და ზოგჯერ მხოლოდ ეგეც კი არის ხოლმე სიმპტომი და სხვა სიმპტომები ადამიანს არ გააჩნია. გამოსავალი ესეთ დროს არის საკმარისი წყლის მიღება, ასევე ოთახის დატენიანება, თავის აწევაც ეხმარება მნიშვნელოვნად და რა თქმა უნდა პირის ღრუს ჰიგიენა. და შემდეგი მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ადამიანებს ემართება ცუდი გემო პირში, არის ღრძილების დაავადება. ღრძილების დაავადების დროს განსაკუთრებით სისხლდენი ღრძილები, ვისაც აქვს, სისხლი იმ ადამიანებს ემართებათ განსაკუთრებით ქრონიკულად, ვინც ეწევა ღრძილებიდან სისხლდენა აქვს, ვინც არ იწმენს კბილებს სათანადოდ, ვის იმუნიტეტიც დასუსტებულია, ასაკიანებს, დიაბეტიანებს ხშირად ემართებათ განსაკუთრებით მეტალის და მომწარო შეგრძნება აქვს. რატო? რადგან სისხლდენი ღრძილების შემთხვევაში, ან როცა ღრძილების დაავადება აქვს ადამიანს, მიკროსისხლდენა ხდება, მიკროსისხლდენა რო ხდება, სისხლი ხდება პირის ღრუში
მას გადამუშავებენ ბაქტერიები და სისხლი შეიცავს რკინას და რკინის შეგრძნება ამიტომ აქ ადამიანებს და რა თქმა უნდა სისხლი რო იშლება ბაქტერიები რო გადაამუშავებენ ეგ დამატებით კიდე ანთებითი მედიატორები გამუშავდება მათი კომპონენტები კიდე ცალკე აღიზიანებენ პირის ხრუსს გამოსავალი რა არის გამოსავალი არის რომ ორჯერ დღეში კბილები უნდა გაიხეხოთ რეგულარული ფლოსინგი არის რომ კბილებს შორის ძაფით გამოიწმინდოს ხო ეს ძაფი იმდენ სულად და ხშირად არ უნდა იხმარო რომ ხრძლები გააღიზიანოს ცალკე დამატებით ამიტომ არის რომ წყლის ფლოსებიც არის ანუ წყალს ასხავს და ისე გიწმინდოს კბილებს შორის სივრცეს ეგ უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა და კბილებს პროფესიონალური წმენდა ანუ სტომატოლოგთან ვიზიტი არის გამოსავალი ესეც დროს. შემდეგ მნიშვნელოვანი მიზეზი არის სოკოვანი ინფექცია. სოკოვანი ინფექცია ვითარდება ხოლმე მაგალითად ადამიანი როცა ანტიბიოტიკებს იღებს ან შესასრულებელ კორტიკოსტეროიდებს მაგალითად ართმის საწინააღმდეგოს თუ იღებს დიდი ხნის განმავლობაში ან დიაბეტი აქვს ან იმუნიტეტი დასუსტებული აქვს და ესეც დროს ადამიანს აქვს არასასიამოვნო გემო და არა მარტო არასასიამოვნო გემო აქვს პირის ღრუში, როცა სოკო არამედ წვის შეგრძნება აქვს ენაზე პირის ღრუში, ასევე ენას რო შეხედავს თეთრი აქვს ან თეთრი ზოლებივით, თეთრი დაზიანებული ადგილებივით აქვს ლოყებზე შიგნიდან რო შეხედავს ლოყებს, ანუ სითეთრე ახასიათებს და ამას ქვია პირის კანდიდიას ეძახიან, ანუ სოკოვანი ინფექცია პირის რო სოკო მრავლდება და სოკო მრავლდება როცა სხვა ბაქტერიები ნაკლებია და იმუნიტეტი დასუსტებულია, ამიტომ არის ხოლმე რომ ანტიბიოტიკების შემდეგ ანტიბიოტიკებს დიდი ხნის განმავლობაში რო იღებენ ხოლმე ადამიანები მე ადვილად მრავლდება სოკო. მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა მკურნალობა. ერთ-ერთი მარტივი მკურნალობა თუ ადამიანი იღებს შესასრულებელ კორტიკოსტეროიდებს არის რომ წყალი გამოილოს ხოლმე პირის ღრუში. მეორე მნიშვნელოვანი რის გაკეთება შეუძლია რომ ნაკლები შაქრიანი ჭამოს. მესამე არის რომ პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნება და პირის ღრუს მოუაროს იოგურტი და პრობიოტიკები ასევე მნიშვნელოვნად ეხმარება და სოკოს საწინააღმდეგო მაგალითად ნისტატინი თუ საჭირო ხდება მაგრამ როგორც წესი მარტივად განკურნებადია ხოლმე თუ საჭირო ხდება რა თქმა უნდა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები საჭირო შემდეგი და ყურადღების მიღმა რაც რჩება ხოლმე ეგეთი ერთ-ერთი პრობლემა არის მედიკამენტები, მედიკამენტებსაც ძალიან ბევრი ანუ ასეულობით მედიკამენტი შეიძლება ახასიათებდეს პირის ღრუში გემოს შეცვლა ეს არის ესეთი მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი. მნიშვნელოვანი ნაკლებად ვიტყოდი რამდენად ესეთი ხშირი გვერდითი ეფექტია. მაგალითად ანტიბიოტიკების, ანტიდეპრესანტების, სისხლის წნევის წამლების, ანტიჰისტამინურების, ფარისებრი ჯირკვლის წამლების, ვიტამინების ზოგიერთის და საკვები დანამატების ძალიან ბევრნაირი სახის წამლას ახასიათებს ეს. და ადამიანები გრძნობენ როგორც შეიძლება მეტალის გემოს, ან მწარე გემოს, ან შეიძლება მომჟაო გემოს პირის ღრუში და ამის მახასიათებელი რა არის რომ რითი ხვდები რომ ეს წამლის გამოა იმითი რომ იწყება ეს გემოს შეგრძნება წამლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და გრძნობ ამას და მე ხვდები რომ ეს ამის გამო წამლის გამო შეწყვეტავ წამლის მიღებას ან დოზას დაუკლებ გაივლის ბევრ შემთხვევაში თუ არ გაივლის და მაშინ რა თქმა უნდა გადაიხედოს თუ ეს იმდენ შემაწუხებელია. შემდეგი მნიშვნელოვანი მიზეზი, მნიშვნელოვანი ხშირად იგნორირებული მიზეზი არის დეჰიდრატაცია. ან წყლის ნაკლები წყლის მიღება. საკმარისია რომ დილით ისეთ დეჰიდრირებული ადამიანი, ანუ დილით ისეც აქვს გამომშრალი ორგანიზმი და საკმარისია რომ ეს დეჰიდრატაცია გაგრძელდეს ხოლმე, წყალი არ მიიღოს საკმარისი რაოდენობით, ძალიან ადვილია რომ პირში ცუდი გემოს შეგრძნება გქონდეს. ამიტომ გაიღვიძებ დალია წყალი. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გადასაწყვეტი და განსაჭრელი პრობლემა. ხშირად ემართებათ ასაკონებს და იმ ადამიანებს, ვინც ნაკლებ წყალს სვამს. და შემდეგი მნიშვნელოვანი მიზეზი არის სხვა ვირუსული ინფექციები, ანუ გრიპი და გაციება კი აღნიშნეთ, მაგრამ სხვა ისეთ ვირუსულ ინფექციებსაც ახასიათებს, რომელსაც რამე მნიშვნელოვანი სიმპტომები შეიძლება არ ქონდეს და უბრალოდ ვირუსული ინფექცია ცხვირში გაჭედილი არ იყოს ადამიანი არაფერი და აი ამ ცუდი გემოთი გამოიხატებულს მარტო ეს ვირუსული ინფექცია და როგორც წესი თავით გაივლის ხოლმე რამდენიმე დღეში. ხო, ნუ უფრო ეს გემო დილაობით უფრო მეტად იგრძნობა და შეიძლება მსუბუქი სიმპტომები ქონდეს, რა რა ყელი, ცოტა რაღაცა ეს მტკივა დილაო მიტყელი, ეგეთი შეგრძნება მაქვს, ცოტა მინდა რომ ამოვახველო თითქოს
გაწმენდის სურვილი, ყელის გაწმენდის სურვილი, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი და დროთა განმავლობაში სიმპტომები გადის თავისით. და სტრესი ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები, რომელსაც აქვთ ქრონიკული სტრესი, ბევრად ხშირად აქვთ აი ეს ცუდი გემოს შეგრძნება პირში, რადგან სტრესი ამცირებს ნერვების გამოყოფას და სუფთა ფიზიოლოგია, ფსიქოლოგიური მომენტი არა, ფიზიოლოგიის გამო და ნერვების გამოყოფას და შრება პირი მერე და მერე რაც უფრო გამუშალია, მithmeles მერე ცუდი გემოს შეგრძნება აქვს პირში ადამიანს. ასევე რაც უნდა აღინიშნოს არის შემდეგი, რომ კეტოზის დროსაც აქვს ხოლმე ადამიანებს ცუდი გემოს შეგრძნება. კეტოზი რა არის? კეტონური სხეულები რომ წარმოიქმნება, როცა კეტოში გადის ორგანიზმი, ანუ ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც ან კეტო დიეტაზე, ან შიმშილობენ, დიდი ხნის განმავლობაში რომ შიმშილობენ ხოლმე, აი საუბარია 24 საათს რომ გაცდება რა ადამიანი კეტოში რომ გადადის, რაღაც მომწარო მოტკბო გემო აქვს, ზოგჯერ მეტალის გემოც აქვს, ან ქიმიკატის გემო, აი ამას აღნიშნავენ ხოლმე ადამიანები და ჩვეულებრივი ამბავია და ნუ როცა ადამიანი დაასტაბილურებს მერე ჭამას, ხო, ეს ეხება უმეტესად იმ ადამიანებს, ვინც იკლებენ წონაში, ვინც მკაცრ დიეტებზე არიან, ვინც კეტოში არიან, ვინც ნახშირწყლებს ნაკლებს იღებენ ხოლმე, მათ ეხებათ და ბოლოს ასევე ცუდ გემოს პირში იწვევს ენაზე არსებული ეს ბაქტერიები, ენა რო თეთრი აქვს ხოლმე ადამიანებს ბევრს გვაქვს ალბათ ძალიან, რომელსაც დილაობით რო შეხედავ ენას თეთრია, ანუ თეთრი ბაქტერიები არიან გამრავლებული ზედაპირზე ენის გარშემო რა მოკლედ და ისინი მოიმწყდებენ სხვა ნაწილაკებს და მათ შორის იმ ნაწილაკებს მოიმწყდებენ, რომელიც იწვევს აი ამ არასასურველ გემოს შეგრძნებას პირის გულში და ამიტომ ენის გაწმენდას აქვს თავისი როლი, ამიტომაც და წყლის დალევა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. აი ეს იყო რის თქმაც მინდა და ეს არის ძირითადი მიზეზები, რაც იწვევს სიმწარის შეგრძნებას პირის გულში. და მადლობა რომ მისმენთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და თუ გაქვთ სურვილი რომ დონაცია გააკეთოთ ამისთვის, აღწერაში მაქვს მითითებული ანგარიშის ნომრები, თქვენი დახმარება მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად არხის ფუნქციონირებას დიდი ძალის ხმავა ჭირდება და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც მეხმარებით ხოლმე, ვნახულობ ყველაფერს და მადლობას გიხდით, უბრალოდ სახელზე გვარებს არ ვასახელებ ხოლმე აქ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ არც თქვენ აკეთებთ იმისთვის რომ სახელი და გვარები სახალხოდ წავიკითხო და ვისაც არ გაქვთ საშუალება ან სურვილი, მაგრამ ისე ზოგადად არხის მოგწონთ და მხარდაჭერით გამოხატვა გინდათ, შეგიძლიათ დაალაიქოთ, დააშეროთ, დააკომენტაროთ. ეს მნიშვნელოვანი დახმარება, ესეც ძალიან, რადგან YouTube-ის ალგორითმი ამით ხვდება რომ არხი საინტერესოა და სხვა ადამიანებსაც უნდა აჩვენოს.